ბატონო გია, მოდით გადმოვიდეთ პირდაპირ საქართველოზე. გამჭვირვალობის შესახებ კანონი, როდესაც მიიღეთ, საზოგადოებამ თემა სოფლიომ ნახა, რაც ხდებოდა, ხო, როგორი წინააღმდეგობა იყო იგივე ევროპარლამენტის, იგივე მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ოპოზიციის, ახლა გაცილებით უფრო ძიმე ფარა შემოგაქვთ და არ არის ეს პროტესტი. რატომ არ არის? არა, ესეც სხვა პრიორიტეტები სხვა პრობლემებზე გადავიდა და პრობლემა უკვე ეს თემა იმდენად დააზიანა, იცით, ოპოზიცია წოდებული. ვეღარ ვეძახი ოპოზიციას გინდა რადიკალურს, იმიტომ რომ ეს რაღაც შეთქმულებას უფრო გაქვს საქართველოს წინააღმდეგ. როგორც თქვი, ქმნიან რაღაცა ტრენდს, მოსაზრებას, იქიდან მაკეინის ინსტიტუტი რაღაცა სცენარებს თავაზობს, რის უნდა დაიღუპოს, იქ სისხლი უნდა დაივაროს და ეს ადამიანები ყველანი მისეული არიან აი ამ სცენარს. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ხედავენ, რომ როდესაც შენ ამბობ, რომ არა, ლაპარაკი როგორ არ არის ამაზე. რომ ეს ხდება იმისი, რა ქვია, დასავლური ფონდების შეურაცხყოფა არის ეს. და რა არის შეურაცხყოფა, როცა ეკითხები? არა, იმიტომ რომ ამერიკული სახელი ქვია. ამასაც ძალიან ადვილად ხა ნებისმიერი ოპოზიციონერი, ეგრეთ წოდებული, გეტყვის, რომ ვინაიდან საქართველოში მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციები, დასავლური დაფინანსები და შენ მათ წინააღმდეგ იღებ აი ამ ხო ფარას კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ესე იგი მათი სტიგმატიზირება გინდა. და როცა მთავარ შეკითხვას უსვამ, პასუხი აღარა აქვთ. რომ მეუნები რომ კი მაგრამ გამჭვირვალობას რა პრობლემა აქვს? მე მინდა ვიცოდე ხალხმა, იცოდეს, არ მინდა ხამაღლებული რაღაც სადიძელოსავით გამომივიდეს, მაგრამ ხალხმა მინდა იცოდეს რა ფული შემოდის. თუ არ იცის, ეს შავი ფულია. ხალხმა უნდა იცოდეს რაში ხარჯავს. რატომ უნდა იცოდეს და იმიტომ რომ შეგეშინდება დააფინანსო მაგალითად 25 მილიონით მწვანე რაღაც ტრანსპორტი. და ამაში არაფერი არ გააკეთო 25 მილიონად რაღაც ორი ბანერი გამოაკრესო. ბატონ გია. ხო თქვენს და არც ის ორი ნანახი გაქვთ ეგ ორი ბანერი. არა მაქვს მე ნანახი. რაც მწვანე მანქანა, ვითომ მანქანა ელექტრომანქანის რეკლამა მოხდა. აი ამაშია საქმე, რატომ ვერ აკრიტიკებენ? იმიტომ რომ მოყირჭდა ხალხს იმის ყოველთვის სმენა, გინდ ფარა იყოს, გინდ ჩვენი ვარიანტი, იმის სმენა რომ იცი რა, დასავლურია და არ უნდა გითხრას.